მერტმა დაგოსოთ სიყვარულში გადაგზავნოთ წმენაში გადაგზავნოთ იმედში ჩვენ ცხოვრებაში რა თქმა უნდა როგორც ამბობს წმინდა მამა წმინდა მეტრე ავგუსტინე რომელიც ამბობს რომ თუ ღმერთს პირველად დავახო ჩვენ ცხოვრებაში დანარჩენი ყველაფერი თავის ადგილზე დასტება მართლაც როცა სწორად და გამართულად აზროვნებს ადამიანი გამართულად მეტყველებს და გამართულად ქმედებს ეს ნიშნავს იმას რომ მან თავის სულიერ სოფხედელობა იერარქიაში პირველ რიგში უფალი დააკეთა ღვთისა ღმერთსა გააკეთა და კეისარსა კეისრის ხო ზეციურს ზეცას ზეციური მიწიერს მიწიერი რომელიც თავისას ითხოვს მიწიერ ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი აღქმა ცხოვრებისა ჩვენი ჯვარბირთველებისა გარე სამყაროს აღქმა ამ შემთხვევაში არის ფორმირებული ჩამოყალიბებული სრულყოფილი თუ არა ყოველ შემთხვევაში სრულყოფის გზაზე და აზრიანი და ასე ვთქვათ ერთიანი თლიანი მაგრამ ვისაც არ აქვს ესე გაკეთებული ნუ და ეცდება კარგი იქნება თუ და აუცილებლად ეცადოს ამას რომ თავისი იერარქიული სამხედროება ხედვა კონდეს სწორი და მართალი უფლის ადგილი არის პირველი და შემდეგ გარესამყაროს აღქმა იქნება უკვე სხვანაირი სრულყოფილება წინა შემთხვევაში მოძრავია ცვალებადია არაფიქსირებულია ადამიანის მიერ რეალობის აღქმა და სულ ესვება წარმოდგენები ხასიათები ნაკადი ცნობიერებისა კონცენტრაციის უნარი ლოცვის უნარი და ხასიათის ვთქვათ განწყობილება სხვადასხვა აზრების რახვებები, ცვლილებები შედის მასში გადის მერეს კიდევ დილა სხვანაირ ხასიათზე და საღამოს სხვანაირზე შუადღეზე იყო სხვანაირზე მაგრამ იმიტომ არ არის საღამოს ისე რომ სხვანაირად იყო საღამოს იმიტომ არ არის ესეთ ხასიათზე რომ შუადღეზე იყო ამის გამო სხვანაირზე რა ეს არის დამოუკიდებელი შეიძლება აბსოლუტურად ცვლილებები იყოს ესეთები ხდება ხან აგრესიულია ხან შვიდია ხან ეკლესიურია ხან არა ხან ქრისტიანულია მისი სოფხედობილი და ხან არა ხან ერთ ადგილას ერთ ლოკაციაში ქრისტიანული და თითქოს შვიდი და წნა მეორე ლოკაციაში სხვანაირად აბსოლუტურად ვერ იცნობ ესე რომ არ მოხდეს და იყოს ერთი პირით ერთი გული და ერთი გამწნიერებული ცნობიერება იყოს ამისათვის ფორმირებული უნდა იყოს მისი ცნობიერება და ეს იერარქია ზეციური ზეცას პირველი ადგილი ღვთის ცხოვრებაში აზრში სიტყვაში და საქმეში უფალი უნდა იყოს დანარჩენი როგორც ამბობს კარგი ნათქვამი დანარჩენი მე ფორმირდება წესრიგდება და თავის ადგილს იკავებს ყველაფერი ამიტომ როდესაც ასე გამოგვაქვს სამყაროს სწორად და მართლად მაშინ შემოუზღუდავია და გლობალურია და ღვთისნება ადვილად განჭვრეტადია ჩვენ ცხოვრებაში თუ არ არის ესე ჩვენ სამყაროს აღმოჩნდით როგორც რაღაცა ხოდოხოდ ჩვენს კონფიგურაციაში ეგოიზმით ჩაკეტილი ეგოიზმის პანკრით თუ ეგოიზმის ოპტიკით შემოსაზღვრულ კონფიგურაციაში აღვქვამთ ჩვენს სამყაროს ხოდოხოდ ჩვენი ეგოიზმით ამ შემთხვევაში მაშინ უბედურებისა და მოკლებული ადამიანის სისავსის პლერომას და გრძნობას ღვთის მასთან ახლობლობისა მოკლებულია განცდას მთლიანობისა რაც მასში უბედურების ყოველდღიურში უბედურების თორე რაღაცა სულიერი ჟანგბადის ნაკლებობის მასში სულიერი დაკნინების დეპრესიის უკმარისობის და ასე სამი წერტილი ესეთ გზნობებს ბადებს ესეთი შემთხვევები როდესაც ადამიანი ამას გძნობს ამ კნინობით განცდას უნდა გაიაზროს რატომ არის ეს ასე მოინანიოს ესე იგი რაღაცა შეცდომა იქნა სადღაც დაშვებული და ეს შეცდომა გამოსასწორებელია და გამოსწორება იწყება შეცდომის გაცნობიერებით ცოდვა შეცდომა რომელიც ცოდვაზე უფრო უარესია ზოგჯერ შეცდომა ცოდვაზე უფრო უარესია იმიტომ რომ მე სხვა რაღაცებიც კიდე მოსდევს ხო ამისათვის უნდა გაცნობიერებული როცა არის ნახევრად თუ არა მეტად უკვე გადალახულია და შემდეგ უკვე ტექნიკის საქმეა და რა ინსტრუმენტები იქნება სულიერი იმის საქმეა თუ როგორ მოერევა ამა თუ იმ ცოდვასა თუ შეცდომას და გადალახავს მას აწყო წარსული მომავალეს ერთი ესე ვთქვათ წრფივად ჩვენ აღვქვამთ მაგრამ მართლაც წრფივია ეს დროის ფუნქცია ასეთი მარტივი არ არის იმიტომ რომ მრავალი ფუნქცია მრავალი ძალიან რთულია დროის ფიზიკა დროის ფუნქცია ამიტომ ყოველთვის ცვალებადია მაგრამ ჩვენ რწმენაში უნდა უხევი და მტკიცედ დავრჩეთ უნდა შევიცვალოთ ჩვენც მაგრამ უკეთესისგან უნდა შევიცვალოთ ამ უნდა დაგვეწყოს რომ მომავალი დააწყო ყოველთვის დაუნდობელია წარსულისადმი
წარსულისადმი ყოველთვის დაუნდობელი იქნება ის გრძნობები, თუ შენ არ გამოასწორე დღეს და მომავალშიც არ გამოსწორდება. წარსულის შეცდომები სწორდება დღეს და მერე მომავალში სწორდება. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ათქო და მომავალი ყოველთვის სასტიკი იქნება და ყოველთვის შეგაწუხებს და გაგტანჯავს და გაგაწვალებს სასულის მოუნანიებელი ფრაგმენტებით. ამიტომ სულ მუდამ ყურადღებით უნდა იყო. უფალი გველაპარაკებას, უფალი მუდამ გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ წავიკითხოთ ის ტექსტები, რასაც ღმერთი გვაძლევს და გველაპარაკება ჩვენ არა ხმაურით, არა ხვირილით, არა შემაწუხებელი, დამთმულელი, დამაშინებელი ტონით და რაღაცა არაჩვეულებრივი სასწაულები, თუმცა ხანდახან სასწავლებითაც უნდა დანახვა ამას ხშირად, მაგრამ უფრო გველაპარაკება ჩვენ წყალობით უფალი დიალოგში შემოწმოთ, შენდობით, პატიებით გველაპარაკება და გვესაუბრება. და აი ამ საუბარში, როდესაც უფალი აი ამ საუბარში ჩვენთან შემოდის ურთიერთობაში, ამას გული და გონება განწმენდილი და გული და გონება, რომელიც მარხვაში უნდა განვიცინოთ, ხო, მე ხანი და ოთხკვირიანი მარხვა იყო ლაპის ხო? მეთქე პავლეს მარხვა. განვიცინეთ განწმენდ ადამიანის გონებას და გულს და ადვილად ხვდება ღვთაებრივ ტექსტს და ღვთის ნებას მის კონკრეტულ ცხოვრებაში, ხო? ნებას უფლისას ხვდება და ფორმირებას უკეთებს გონებისა და გულის მდგომარეობას, წიფდება გონება და გული და განწმენდა ხდება ადამიანისა. არაფორმირებული ცნობიერება და არაფორმირებული გულის ცნობიერება თუ გონების გულსაც თავის ცნობიერება და გონებასაც და კიდევ სხვა ცენტრებს. ადამიანი დიდი მიკროკოსმია. მაშინ ცვალებადია, როგორც აღმოჩნდა და უამრავი ნაკადი შედის მასში და ბევრს უყვირს, რატომ მოდის ესეთი აზრები და ასე შემდეგ. აზრები ბოროტისაგანაც არის, შენი უძღვრებისაგანაც არის. რა თქმა უნდა, სულიწმინდისგან მოდის პირველი აზრები და ეს გამოყოფ და გამოარჩიო, როგორც მარჯვენა და მარცხენა ფრთხილად უნდა განაშორო ერთმანეთისგან სულიწმინდისა და ბოროტისა და შენი დაცემული აზრები. რომ არ აგერიოს ერთმანეთს და მიყვე ღვთისნებას და არა დრეებში იყოს სადღაც შენი ცნობიერება სულ სადღაც წაიღო ერთი ნაკადი მოვიდა წაიღო მეორე ნაკადი მოვიდა კიდე სხვაგან აღმოჩნდა ტაძარში არის მაგრამ ფიზიკურად მაგრამ სული მისი და გონება და წარმოდგენები სადღაც მარკეტშია სადღაც დაუშვათ გავიდა და მე რაღაცა ჩასასვლელს არჩევს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქ ვიღაცაზე წყენას არჩევს და აწყობს გეგმას და ხაუტრირებას ვაკეთებ მაგრამ თქვენზე არ მიიღოთ მაგრამ ზოგადად ყველას გვაქვს ეგეთი რაღაც ხო აი არის ლოცვაზე და ეჯვაც იცის მაგრამ სადღაც რაღაცა ვიღაცაზე შურიზიებას გეგმავს და არ ვიცი რა კომბინაციებს აწყობს თუ რა უპასუხოს როცა იგი ვიღაცა შემდეგ მას გააბრაზებს ან პროგნოზირებულ რაღაც პროგნოზებს აკეთებს განიკითხავს და შემდეგ ესე რომ არ იყოს და ამ დრეიფსა და ამ ნაკადებს არ კონდეს სულ მუდამ ჩვენი აზრი სიტყვა და საქმე წაღებული წალეკილი და გატაცებული უნდა იყოს სწორად მიმართული სულიერი აფრა რომელსაც სულიწმინდის ნიავი დაობერავს და მადლი დაობერავს ესე რომ მადლის ქარი ხო სწორად მართალი ნავსაყუდელისკენ წაიყვანს და მას უფლის ასე ვთქვათ ანგელოზის საჭეს შენს ინდივიდუალურ ნავს რომელსაც იხარ ასე ვთქვათ სწორი მიმართულებით წაიყვანს აი ესეთი და ესეთი აუცილებელია ესეთი წარმოდგენა ამიტომ მოვიცილოთ გონებრივი სიბლაგვი, სიკლანკე, ინერცია გონებრივი, მოვიცილოთ ეს ჯაჭვები შინაგანი, ეს ყველაფერი როგორც აღმოჩნდა სინანულით ხდება. ვეცადოთ რომ ნუ განვიკითხავთ, ნუ დავსჯით ჩვენი გონებით ადამიანებს რეალობას ნუ დავაბრალებთ ყველაფერსო, ის ისეთია და მე აიმითომ ვარ ესეა და აიმითომ იმის ბრალია და ასე შემდეგ. კი ნუ გავსჯით, გავიგოთ და გავაცნობიეროთ და შემდეგ უკვე გამოსავალიც გამოჩნდება. გაცნობიერება შინაგანი მუშაობით, გაცნობიერება საკუთარი სიყალბის, საკუთარი არამართლობის, საკუთარი შეცდომების აღიარება, დაცემების და დამარცხებების აღიარება და გაცნობიერება, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. მათი არაღიარება კიდევ მეორეჯერ მშობლი დამარცხება. როცა არ აღიარებ თავს ჯიუტად დამარცხებულად, არ აღიარებ თავს ცოდვილად, არ აღიარებ თავს იმათ რომ შეცდომა დაუშვი და არაცნობიერებ გამოსავალი წარჩას და მეორეჯერ ხდება კიდევ შენი დამარცხება და დაგდება ზის. ამიტომ გვეცადოთ რომ მოვინანე გავაცნობიეროთ საკუთარი სიყალბე, შიშები, სულდაბლობა, სულმოკლეობა, ნეგატივი, რაც ჩვენში არის და გვაწუხებს. ადამიანი ხო დიდი საიდუმლოა, არაფერი არ არის გასაკვირი. ადამიანის ხვედრი არ არის, ყველაფერი იცოდეს, არაფერი არ ეშლებოდეს. იყოს უცოდველი და შემდეგ ეს ადამიანის ხვედრი არ არის, ბუნებრივი ეს.
ადამიანი ეს დიდი საიდუმლო, რომელიც უნდა ამოიცნო, გამოიცნო და მთელი ცხოვრება დაგჭირდება ამაში. და არასდროს არ არის დაკარგული გამოიცნო და შეიმეცნო ადამიანი საკუთარი თავის და გარესამყარო მოყვასიშენი, უპირველეს რიგში უფალი შეუმეცნებადია, მაგრამ მუდამ შემეცნების პროცესში იყო ადამიანის ვთქვათ შენი მოყვასი გიყვარდეს და გაუგო მას, ამაზე დაკარგული დრო არასდროს არ არის. მე დროს დავხარჯავ ლოცვაში, წმენაში, გაძლიერებასა, წმენაში, სიყვარულში და იმედში მით მეტი მოგვეცემა და არასდროს ეს დაკარგული და გაუფასურებული არ იქნება ღვთის მიერ და მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს ყოველთვის გზას გაგვესმის, რასაც ყველას გისურვებთ. ამინ.